შეაფასა როგორც ყველაზე სტაბილური წყვილი მე-13 სეზონის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტაბილურობა დღეს გაგრძელდება. რატის კი ერთს ვუსურვებ, რომ ტორიადორის გამძლეობა მოქცეს ძმაო ღმერთმა ასეთ პარტნიორთან, რომ უნდა იცეკვო თან პასადობლე. მაშ ასე შეეგებეთ, მეგობრებო, ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე. პასადობლე. გაინტერესებს რამდენ გავიცანით ერთმანეთი? კი. დავაი. მითხები მოგვივიდა ჩვენ. კი. პირველ შედეს მომკითხოს თუ ნედავსო? შენ. კაი. რომელი იგვიანებს რეპეტიციებს? ორჯერ მე დავგვიანე ერთხელ შენ. კარგი. შეთან. არავინ არ იგვიანებს. რომელი უფრო მეც წუწუნებს? მოწუწუნეს იქნება. მე ამას ვერ ვიცავ. მე პროფესიონალი მოწყვეტი ვარ. ერთ ნახევარ ტრიალი მაქვს და ორ ნახევარს ვერ გავაკეთებ. რომელი უფრო ემოციური? მე უკვე თქმაც არ არის საჭირო. ბევრ რაღაცაში ისე ხვდებით. 24 საათი ერთად ვარ. შენ ხვართან ახალ მაგდეხა და მე ჩემ ცოლთან არ ვარ და ჩემ ცოლიც იქ მემუშაობს. კი, ეგრეა მართლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორთან, როცა ისეთი ურთიერთობა გაქვს და მე შედეგიც შესაბამისი არის ხო? მიხარია რომ შენ ჩემი მეწყვილე გახდი, იმიტომ რომ ესეთი საოცარი ადამიანი აღმოჩნდა. ასევე თქვენ წყვილს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ შოუში. ცოტათი სიძლიერეს დავამატებდი თვითონ ტექნიკურ დეტალს და ისე მთლიანად რო შევაჯამო, მე გმაყოფილი. ბევრად მეტი შეგიძლია შენ. ბატონო გოჩა, მეც ესე ვფიქრობ, გაცილებით მეტი შემიძლია და მე ვიმუშავებ ამ საკითხზე აუცილებლად გვპირდებით. ეხლა ვცეკვავთ პასადობლეს. ძალიან სწრაფია. დრო არ გაქვს იმის, რომ დაფიქრდე რა არის მერე მოდის. წარმოუდგენელია ესეთ მოკლე დროში კარგი შედეგი როგორ უნდა ვაჩვენო და მაგის წამალი რა არის? მაგ ყველაფრის? ბევრჯერ გამეორება. ეხა. მუსიკას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მე მოვიგე და მე უნდა ამერჩია ჩემო მეგობრებო, თქვი რომ ერთობლივად ავარჩევთ თქო, მაგრამ ასპარეზი დაუთმეთ ჩემს პარტნიორს და არჩია რატი და ძალიან გმაყოფილი. ფინალურ ნაწილზე ვთხარი თუ გავგიჟდი მეთქი და ჭუიდან შევიშალე მეთქი, არ გაიგვირდეს მეთქი ესეთი მუსიკა, აი სულში მოაქ. შენ ამას შეძლებ ჩემო ნანუკა. Tried to hold me down, so I became a soldier, built up all these walls, and now I'm climbing over those nasty bees are tempting me. Oh Lord, but I ain't going back no more. Fueling up the flames, gonna show you what I'm made of. Breaking every chain that you put on me. Thought I wouldn't change, but I grew on you. 'Cause I will never be what you wanted. This fire, breaking me, shaking me, shaping me into what I never wanted. And breaking me, shaking me, making my beating heart a little stronger. I will never be what you wanted. This fire is keeping me alive. Breaking every chain that you put on me.
აბილულიშვილი და რატიკა ჩეჩილაძე, ცეკვა პასოდობლე. არაჩვეულებრივი ნომერი, მათ ცეცხლი პირდაპირ და არაპირდაპირი გაგებით გაანთეს დღეს ჩვენ სცენაზე. პასოდობლე, რომელიც არის საფინალო ცეკვა, მათ მესამე ეპიზოდში შეასრულეს და ჩემი აზრით არაჩვეულებრივად, თუმცა მე არ ვარ კომპეტენტური და ახლა კომპეტენტური მსაჯები ვნახოთ. ირაკლი მაკაცარია. ნანუკა რატი მოგესალმებით და დიდი მადლობა ამ შესრულებული პასოსთვის. დავიწყებ იმით, რომ ძალიან კარგად იცი შენი მეწყვილის უკვე პოტენციალი. შენ ყველაზე კარგად ხვდები ამას და ისე ანაწილებ მთელი, ესე ვთქვათ, აი მუსიკის განმავლობაში, რომ ხედავთ ძალიან ეფექტურ დაწყებას, უკვე მეორე ნომერია, სადაც შენით იწყება და ეს ძალიან მომწონს მე, განვითარებას, იყო კულმინაცია, პაუზა და მერე კიდე უკვე დასრულება. მე მინდა გითხრათ ასეთი რაღაცა, რომ საერთოდ როდესაც დამატებით პროფესიონალ მოცეკვავეებს იყენებ უკან დამხმარეთ ნომერში, არის ყოველთვის ძალიან დიდი რისკი, იმიტომ რომ ბუნებრივია პროფესიონალ მოცეკვავეს ფიზიკურად ესე ვერ შეედრები, იმიტომ რომ ეს მისი პროფესია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამ რისკმა გაამართლა და ის კონტრასტი, რასაც შეიძლება მაყურებელი უნდა ელოდოს, არ იყო. მაჯის მოძრაობა, ხელის მოძრაობა, როგორ სუნთქავდა შენი სხეული და ყველა ის, ესე ვთქვათ, რიტმი, რაც იყო პასოში, იყო აბსოლუტურად შევსებული და მე ეს ძალიან მომეწონა. ძალიან იჭიერი ხარ და მინდა გითხრა, რომ დღეს ყოველ შემთხვევაში არის ყველაზე ძლიერი ნომერი. მადლობა ირაკლი, გილოცავთ. ახლა კი შორენას მოვუსმინოთ. Nanuka and Rati, welcome. Pasadobli, ეს ძალიან ესეთი მგრძნობიარე ძლიერი ცეკვა. ახლა ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან როგორ გითხრა, ესეთი ნაზი, მსუბუქი ცეკვები შეგიძლია და ცოტა შემეშინდა პასადობში მე მეგონა საერთოდ წაიშლებოდი, რაც არ იყო მართალი, ძალიან გამოგივიდა, რაც ეს ძალიან როგორ გითხრა, it's not easy, you know, it's ადვილი არ არის. ლამაზი ხელის მოძრაობები გაქვს. ისე გრძნობ შენ ხელებს, რომ თითქოს შენ ყოველთვის ცეკვავდი, მაგრამ ნუ არ ვიცი, ეს ეთყობა ნიჭია, რატი ყოჩახ, კარგად შეფუთული ნომერი მოიტანე. რა არის იცი კარგი, მე მგონი შენ ამოგაქვს, როგორ თქვა, you pulling best out of her, როგორ თქვა? ზევით ამოგაქვს საუკეთესო, რაც შეგიძლია. რაც ნანუკას შეუძლია, რატის გამო აქვს best საუკეთესო და მე მგონი შენში რა არის, იცი კარგი ნანუკა, უჯერებ და მიყვები შენ მასწავლებელს, როგორც ახლა გრძნობ, თავიდან შეიძლება არც ისე, მაგრამ ამ ნომრისთვის მე მგონი 99% წაყევი შენ მასწავლებელს და რაც ძალიან კარგია, ეს შორს წაგიყვანს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მე ვხედავ. ეხლა ეს background dancer-ები რო გამოიყენე, ალბათ ეს გინდოდა volume-ი რო ქონოდა, მაგრამ სიმართლე გითხრა მიშლიდნენ, მაგრამ არაუშავს, ალბათ ტელევიზორში კარგი. შოუ სჭირდებოდა, შოუ ძალიან ლამაზი ნომერი გაყავდა. ალბათ ტელევიზორში ეს ძალიან ლამაზად ჩანდა, მაგრამ ეს volume-ი მოხდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ საერთოდ ჯამში I'm very impressed, როგორ თქვა impressed? გაოცებული, შტაბეჭილებების ქვეშ. შტაბეჭილებების ქვეშ ვარ, ძალიან კარგი თარჯმანი, შტაბეჭილების ქვეშ ვარ, ესე კარგად რომ იმპრესდი, რომ გამოხვედი ესე ნანუკა. დიდი მადლობა, ახლა გოჩას მოვუსმინოთ. Okay, ნანუკა რატი პასო. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ეს არ იყო მესამე ეპიზოდის. ეს იყო საფინალო. დრო მესამე ეპიზოდზე ესეთი ცეკვის მოტანა, არ ვიცი, მე ყველა ცეკვას ვსუღურებ ყოველ სიზონ, რაც დაიწყო 2005. 12-ში. აქ ჩვენთან, მაგრამ მე ვიცი globally, right? აბოდიში. No, of course. 2005-ში ამერიკაში? Yes, 2005. მაშინ დაიწყო, მაგის შემდეგ ყველა სოფლიოში უყურებ ყველგან. მესამე ეპიზოდზე ესეთი ხარისხიანი ცეკვა მე არ მინახი არსად, რა ვიცი. გინ იქით, გინ აქეთ. კიდე რა არის უყურე? ნანუკა ეს educational ყველაწყვილებისთვის რომ გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარე. ბუნებრივად შეხარ ძალიან მსუბუქი, light
ნაზი, ლაღი და ააწმედა ცეკვა ისეთი იყო აწყობილი, ბრავო, რატი შენ, რომ არც ერთნაირად არ იყო გაკეთებული ცეკვა, რომ ყოფილიყავი უფრო ძლიერი და უფრო ღონიერი და body builder და რაღაც ყოფილიყავი. არა. და თავიდან ბოლომდე ესე იგი მოირგე ეს ხასიათი და ჩაჯექი და მთლიანად შეიქმნა რაღაცნაირად ძალიან ლამაზი ნომერი, რომელშიც პროფესიონალებში ყველაზე კარგად გამოიყურებოდი შენ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ბრავო, ბრავო. და მოდით ახლა გაგაცილოთ ვასიკოს და შარკის ოთახში. რადი, ნანუკა. სტამბოლიშვილი და რადი გაჩეჩილაძე. პასო დობლე, მაგრამ ამას fire doubles დავარქმევდი უფრო, იმიტომ რომ ცეცხლდამთებული ასე ვთქვათ, სცენა ვნახეთ, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ. ახლა შეფასება ესე გავიგეთ ზებირად, ახლა ქულები დაწერონ პატივისცემულებმა, აბა რომ მოეწონათ როგორო, აბა რას ამბობენ. ირაკლი მაკაცარია. 8. შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. 7. გოჩა ჩეტკოევი. 7. 22 ქულა დღეს ყველაზე მაღალი ქულა არის, რომელიც დაიმსახურა წყვილმა შესანიშნავ ტურში, რომელსაც რა თქმა უნდა აი ეს ხიტების ტური ქვია. მითხარით აბა როგორ შეაფასებთ თქვენს ნამუშევარს? მე მივისია მოუნეწელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხატო ჩემს პარტნიორს, რომელიც ძალღონეს არიშურებს, რომ შედეგი დავდოთ. აბა ზალღონეს არ დამშურებთ თქვენ რა სიტყვით. ეს გოგონა თუ იშურებს ზალღონეს? არც ერთი წამით არ იშურებს თავის ძალღონეს და რაც შეუძლია ნანუკას ყოველთვის თავიდან ბოლომდე მუშაობს და მნიშვნელობა არ აქვს რამდენი საათი დაგჭირდება მაგისთვის რომ გავატაროთ, სულ ყოველთვის გამგებია და სულ ყოველთვის ის და ან დამელოდება მე თუ სხვა რაღაცა მაქვს ასაკეთებელი და ძალიან გამგები მეწყვილე არის და ძალიან კმაყოფილი ვარ მე ამ ნომრით. მადლობა შენ. წარმატებას გისურვებთ, ახლა კი შევასრულოთ, რა თქმა უნდა შევახსენოთ ტელემაყურებელს ის ნომერი, რომელსაც შეუძლიათ დაგირეკონ და დაგემესვენ 0903 03 351. აი